კიდე ერთხელ უნდა ვილაპარაკოთ ბარამიძეს кейსზე, ბარამიძე ლაბაძესი, ლაბაძე არ პატარაიამ დაიწყო ციკვინი და ლაბაძე მერე გააფართოვა და მერე მთლად იმით დასრულდა, რომ ვიღაცა ქოცმა ბონძღ ვითომ ვეტერანებმა, იმიტომ რომ მაგათი ნაბრძოლი განულებულია, უჩივლეს ბარამიძეს პროკურატურაში. ეს მესამე ვიდეო იქნება ამ თემაზე და კიდე იქნება მეოთხე, რომელიც იქნება ძალიან ფართო. წარმოვიდგინოთ, ნახეთ ახლა, შევხედოთ დიდ სურათს. რას აკეთებენ ქოცები? რას აკეთებს ოცნება? ოცნება აკეთებს იმას, რომ გამოუცხადა რუსოფობიას ომი, ამერიკამ მემარცხენე ტერორს გამოუცხადა ომი და ქოცებმა პირიქით ომი იმას გამოუცხადეს, რასაც ამერიკამ გამოუცხადა. არა, პირიქით. ომი გამოუცხადეს, მხარდაჭერა გამოუცხადეს იმას, რასაც ამერიკამ გამოუცხადა ომი და ომი გამოუცხადეს ამერიკულ და ამერიკის და მთელი დასავლეთის და ცივილიზებული ქვეყნების ფასეულობებს. მხარდაჭერა გამოუცხადეს მემარცხენე ტერორს. გამოუცხადეს ომი რუსოფობიას. უნდა ამოიღონ სიტყვა ოკუპანტი და ამისთვის დღეს, როდესაც ჩვენი ეგრეთ წოდებული ვითომ და ლამაზების პრეზიდენტი ლაპარაკობდა დღევანდელ დღეზე, ჯერ ერთი და გუშინ უნდა ელაპარაკა და არა დღეს. იმიტომ რომ ომის ოფიციალური დაწყების თარიღი 7 აგვისტოა, არა 8. საერთოდ ივლისის ბოლოდან დაიწყო რუსული მახინაციები, მაგრამ ოკეი, 7 აგვისტოა და არა 8. 8 ყველა შემთხვევაში არ არის. და დღეს ყაველაშვილმა ლამაზების პრეზიდენტმა თქვა ეგრეთ წოდებული დამპყრობელიო რუსეთზე. ეგრეთ წოდებულიო. ანუ მუშაობენ იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა გვასწავლონ რუსეთის სიყვარული, რუსეთის როგორც აგრესორის და ოკუპანტის მოხსენიებაც გახადონ აკრძალული. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ ხო ცდილობენ. ხო უნდა დაანახონ კრემლს, რომ კარგად ემსახურებიან და კარგად ემორჩილებიან და რომ ყველაფერს ცდილობენ კრემლისთვის და რუსეთისთვის. და ეს დანახვის პერიოდი იქნება კიდე ერთი რამდენი ქოცები არსებობენ, იმდენი გაგრძელდება და ჩვენ ეს უბრალოდ კი არ უნდა ავიტანოთ, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. და ეს ყველაფერი ერთმანეთს რო დაემთხვა. უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი და პარალელურად უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ ქართველებმაც ბევრი დავაშავეთ. და აი მაგალითად რა დავაშავეთ ის, რასაც ბარამიძე ყვება, ჩვენს გვქონია სამხედრო დანაშაულებები. ნახეთ იმაზე, რომ კოლაბორანტები იყვნენ თბილისშიც და სოხუმშიც, მე ძალიან ბევრს ვლაპარაკობდა, ჩემ არხზე რო ვლაპარაკობთ ამაზე, იმდენს არსად არ ლაპარაკობენ რუსეთის კოლაბორანტები. მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კოლაბორანტები თბილისშიც იყვნენ, აი მაგალითად გუშინ დავდემ ანინა დარეიშვილის მოყოლილი ისტორია, რომ ტყვედაყვანილი რუსი სოხუმიდან მამამისმა გამოაგზავნა თბილისში და თბილისში კი არ დაიჭირეს, აკეიფეს და გაუშვეს. და ბევრი სხვა ფაქტები არსებობს. მე მოყოლია ირმა ინაშვილზე, როგორც შემოუვარდა ტანკით ჩემს მეზობელს და ბაბუაჩემმა გადაარჩინა ის ჩემი მეზობელი მე-5 ძარცვისგან თუ მე-4 ძარცვისგან. ვინ შემოუვარდნენ ტანკით ეგრეთ წოდებული ქართველები და მაგ ტანკში ირმა ინაშვილიც იჯდა. ხო და ბარამიძის დანაშაული ამ შემთხვევაში რა არის? ახლა ეს დანაშაულია თუ დებილობაა?
ამას არ ვიცი მე როდესაც გვიჩვენებს დრო. იმიტომ რომ სავსებად შესაძლებელია რომ ჩვენ განვიხილოთ თეორია რომ ბარამიძემ შეგნებულად თქვა ეს რომ გაურიგდა კოცებს ამ სპეცოპერაციაში და შეგნებულად ლაპარაკობს იმაზე რომ ქართველი და ქართული მხარეო ვინც დანაშაულებს იდენდა ის ქართული მხარე არ იყო კიტოვანი რომელმაც ომი დაიწყო ქართული მხარე არ იყო პუჩისტები რომლებმაც ზვიადი გადაატრიალეს და შევარდნაძე დაისვეს თავზე და მერე შევარდნენ სამეგრელოში და შევარდნენ აფხაზეთში ესენი არ იყვნენ ქართული მხარე ეს იყვნენ რუსეთის კოლაბორანტები იგივენაირი რუსეთის კოლაბორანტები როგორებიც იყვნენ აფხაზეთის რაღაცა ნაწილი მკვიდრი მოსახლეობა რომლებმაც ღიად იომეს რუსეთის მხარეს ესენი თუ რუსეთის საქმეს ფარულად აკეთებდნენ და საბაბად გამოიყენეს ის რომ აფხაზეთში ვითომ სეპარატიზმი არსებობსო ამაზეც მაქვს გადაღებული ვიდეო რომელსაც ქვია რომ სეპარატიზმზე ლაპარაკი რუსული სიმღერაა არანაირი სეპარატიზმი აფხაზეთში არ იყვნენ ერთეულები ისეთივე მზღნერი კოცი ერთეულები როგორც დღეს თბილისში არის ალტინფო ირმა ინაშვილი და ვიღაცა ეს მამუკა ფიფია ბჟავანაძეები და ვიღაცა რუსები მაგრამ ამ ერთეული რუსების გამო ვიძახოთ რომ აფხაზეთში სეპარატიზმი არსებობდა ეს რუსობაა იმიტომ რომ რუსული ნარატივის გაგრძელება რუსული ნარატივის გაძლიერება და რუსულ ნარატივზე აგდება სეპარატიზმი აფხაზეთში არ არსებობდა სეპარატიზმის საბაბად გამოიყენა კიტოვანმა შევარდნაძემ იმისთვის რომ რუსეთის დავალებით დაეწყოთ და გააკეთებინათ ის რაც დაიწყეს და გააკეთეს კიტოვანი ც და არძინბა ც დაეხმარა რუსეთს ოკუპაციაში მხედრიონი ც შევარდნაძე ც მაგრამ ეს ყველაფერი კიტოვანმა დაიწყო არძინბას არ დაუწყია კიტოვანმა დაიწყო კიდევ ერთხელ არძინბას არ დაუწყია ასევე ამაზეც მაქვს ვიდეო გადაღებული რომ შამბა დღეს სერგეი შამბა დღეს ლაპარაკობს იმაზე რომ ჩვენ ვემზადებოდითო ომისთვისო ესეც რუსული ზღაპარია და იმისთვის არსებობს ეს რუსული ზღაპარი რომ ის ვერსია გაამყარონ რომ აფხაზეთში ნამდვილი სეპარატისტები არსებობენ არიან აფხაზეთში ადამიანები რომლებსაც თავისუფლება უნდათ საქართველოსგან ეს ყველაფერი რუსული ზღაპრის გამდიდრება, გამწვავება, გაფუება და გადიდება. და როდესაც გიორგი ბარამიძე ლაპარაკობს იმაზე, რომ ქართული მხარეო ეს ტყუილია. ამას გაუაზრებლად და თავისი შტერობით ლაპარაკობს თუ მიზანმიმართულად არ ვიცი. ვერაფერზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს არ არის ქართული მხარე. ვინც დანაშაულებებს აკეთებდა, ეს არის რუსეთის კოლაბორანტები. და მე ესეც ბევრჯერ მithქვამს, რომ როდესაც ჩვენ კოლაბორაციის და ლუსტრაციის კანონს მივიღებთ, მაგ კოლაბორაციის და ლუსტრაციის კანონში მარტო სოხუმელი კოლაბორანტები კი არ გაივლიან, თბილისელი კოლაბორანტებიც გაივლიან. ბევრჯერ გულაპარაკია ამაზე ჩემ არხზე. ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ახლა რუსული რეჟიმის პირობებში და რუსული პროკურატურის პირობებში და რუსული სასამართლოს პირობებში. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, როდესაც ჩვენ კოცებს დავამხობთ და იქნება ქართული პროკურატურა, ქართული სასამართლო და ქართული ხელისუფლება, რეალურად ქართული ხელისუფლება. ხოდა შესაძლოა კოცები იმ თავის კამპანიაში, რომ რუსეთი არ არის აგრესორი, რუსეთი არ არის ოკუპანტი, იმიტომ რომ ჩვენც ბევრი დაგვეშავებია, ჩვენ დავბომბე მიშამ დაბომბა ცხინვალი 2008-ში
და თურმე 92-შიც ქართველებს დაუშავებიათ, იმიტომ რომ თურმე ტყვეებს არ ვიყვანდით. ეს ყველაფერი ქოცების კამპანია და ამ ქოცების კამპანიას ძალიან დროულად რომ მოერგო ბარაბიძის ნაბოდვარი ეს დასაფიქრებელია. მაგრამ ჩვენ აქ ხო ვართ ყველაზე გათვითცნობიერებულები, რასაც მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ ჩემი მაყურებელია ყველაზე აზრზე მოსული საქართველოში. ჩვენ აქ კარგად გვესმის, რომ ისიც ტყუილია, რასაც ბარამიძე ლაპარაკობს, რომ ქართველებმა ვინც იდენდა სამხედრო დანაშაულებებს რუსეთის კოლაბორანტი იყო იქიდანაც და აქიდანაც. ქოცების ტყუილია, რომ რუსეთი აგრესორი არ იყო, ჩვენც ბევრი დავაშავეთ ქართველებმა. ესეც ტყუილია, საშინლად რუსული ტყუილია. და ლაბაძემ რაც დაწერა თავის დებილ პოსტში, ისიც ტყუილია და პატარაიამ, რასაც კივის რომ ვაიმე, ახლა ამას მსოფლიო რო გაიგებს, აი ბარამიძე ლაპარაკობს და ახლა მსოფლიო რო გაიგებს, რომ თურმე ქართველებსაც რაღაცები ცუდი გვიკეთებია, მსოფლიო ამის გამო გადახედავს საქართველოს მთლიანობის საკითხს და არ აღიარებს მე ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და მე მსოფლიო გადაწყვეტს, რომ თურმე რადგან ქართველებს ესეთ რაღაცები უკეთებიათ, მაშინ აფხაზებს უნდა კონდეთ საკუთარი სახელმწიფო. ესეც ტყუილია. სამივე მხარე იტყუება. და სამივე სკანდალისტი იტყუება და ყველა ეს ტყუილი რუსეთის სასარგებლო ტყუილია. კარგად გაიაზრეთ ეს ყველაფერი. დიდი სპეცოპერაცია და ყველა ამ სპეცოპერაციაში ვინც მონაწილეობს, აი ბარამიძე არ ვიცი მონაწილეობს შეგნებულად თუ შემთხვევით მოუვიდა ეს დებილობა, მაგრამ თუ შემთხვევით მოუვიდა დებილობა, ხო შეუძლია რომ გადაიაზროს და თქვას აი ეს თქვას რომ თბილისის მხარესაც, ეგრეთ წოდებული თბილისის მხარესაც კოლაბორანტები იყვნენ. რომ პუჩისტები, შევარნადისტები, ხალხი რომელიც სამეგრელოში შევარდა და მერე აფხაზეთში შევარდა, ესენი რუსეთის კოლაბორანტები იყვნენ. ყველაფერი რო რუსეთის ამას ასე რატო არ ამბობს, როგორც მე ვლაპარაკობ. ამიტომ იწვევს რაღაცა დონის ეჭვს ბარამიძეც. ხოდა, ჩემო ჭკვიანო მსმენელო, აი ძალიან დიდ სპეროც ოპერაციაში ყველა იტყუება საქართველოს მთლიანობას ეს არ ჩაუდგამს წყალს. კოლაბორანტები ორივე მხრიდან გასამართლდებიან, როდესაც გასამართლდებიან მაშინ, როდესაც ჩვენ ქოცებს მოვიშორებთ და პროკურატურაც და სასამართლოც გამართული ქართული გვეყოლება და ხელისუფლებაც ქართული იქნება და დეოკუპაცია უკვე დასრულებული იქნება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ დეოკუპაციის შემდეგ და მე რო უკვე სახლში ვიქნები და ვარჩევში რო ვიქნები მაშინ. ამიტომ პანიკებში არ ჩავარდეთ. რუსეთი აგრესორია, რუსეთმა საქართველოს 93 წელს ოკუპირა და არა 2008-ში. 82-ში რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთმა გადაატრიალა ზვიად გამსახურდია, რუსეთმა მოაწყო პუჩი, მოგვიკლა კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, თავზე დაგვასვა თავისი კოლაბორანტი შევარნაძე და ხელოვნურად დაიწყო ომი. 2008-ში მადლობა ღმერთს ვყავდა მიშა, რომელმაც დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთს ვეომებით და რუსეთი გვეომება და არა ვიღაცა საწყალი აფხაზები და ოსები, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა და სახელმწიფო და არა მარტო გვაქვს უფლება, რომ დეოკუპაცია მოვახდინოთ საკუთარი ტერიტორიის, არამედ მოვალეობა. საქართველო იქნება დეოკუპირებული.
რუსეთი უკვე აღარ არის შავ ზღვაზე და რუსეთს სანაპიროც არ ექნება შავ ზღვაზე. იტყუება როგორც პატარაია, ისევე ლაბაძე, ისევე ბარამიძე, ისევე ქოცები. ამ დიდ სპეცოპერაციაში ყველა მატყუარაა და კონტექსტი, სიმართლე და რეალობა გვესმის მხოლოდ ჩვენ დეოკუპატორებს ამ არხზე. დიდება საქართველოს, დიდება გმირებს.